საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ისევე როგორც სხვა კანონებში განხორციელდა ბევრი ისეთი ცვლილება, რომელიც ძალიან სასახად ემსახურება ამ პარტიის კონსოლიდაციას, რაღაცა სახელმწიფო მუშაკები, ვინც უნდა იყვნენ საჯარო მოხელეები, მათ პარტიულ მუშაკებთან გადაქცევას ან მათით ჩანაცვლებას. უფრო ზუსტად ვთქვათ, რეჟიმის კონსოლიდაციას პარტიული ნიშნავს. ზუსტად. ეს არის სწორი ფორმულირება. ამ ცვლილებების ფარგლებში რაც მოხდა არის ის, რომ მაგალითისთვის ქვედა საშუალო რგოლის მენეჯერებს, რომლებიც ახლა არიან საჯარო სამსახურში, მათ გაუქმეს შრომითი კონტრაქტები ფაქტობრივად, შეიცვალა მათი დასაქმების შინაარსი და ისინი გადაიქცნენ ადმინისტრაციული წესით გაფორმებულ ტექნიკურ, მოკლედ ესე რომ ვთქვათ, ხელშეკრულების მქონე პირებად. ეს ნიშნავს იმას, რომ მაგალითად თუ მუშაობს ადამიანი, ასე პატიოსანი საჯარო მოხელეა, მისი დასაქმება მიბმული არის პირდაპირ მისი უფროსის სამსახურში ყოფნის ვადასთან. აი ახლა ხო, აი გავშალოთ მაშინ ეს ნაწილი. მუშაობს ადამიანი სადღაც მერიაში. კი, თუ სპეციალისტია და მუშაობს მერიაში. ახლა როგორ არის და რა დაცვის მექანიზმები ეხსნება მას? კი ბატონო, ეს დაცვის მექანიზმები რაც ახლა გვაქვს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში, ეს შემოვიდა ჩვენთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ანუ ასოცირების დღის წესრიგიდან გამომდინარე შევქმნით ისეთი დაცვის მექანიზმები, როგორც არის მაგალითად ეს უვადო შრომითი ხელშეკრულება. მაგალითისთვის მერი რომ გამოიცვალოს, ეს სპეციალისტი ისევე როგორც რაღაცა მენეჯერი საჯარო სამსახურში გააგრძელებს თავის საქმის კეთებას, რადგან პოლიტიკური ცვლილებები არ უნდა მოქმედებდეს ამ ადამიანების რაც დასაქმების საკითხზე. ახლა უვადო უბრალოდ უქმდება? ეს უქმდება, ანუ კონტრაქტი არის ერთწლიანი. კონტრაქტი იქნება იქამდე, სანამ იქნება ეს ადამიანი მერი. ანუ თუ მე თქვენ გაგათავისუფლებთ ახლა პოლიტიკურ ნიშანზე მეუბნებით. მე თუ ახლა თქვენ გაგათავისუფლებთ სამსახურიდან, პოლიტიკური ნიშნით თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ სასამართლოში, მომიგოთ, დაბრუნდეთ ამ თანამდებობაზე, განაცდურიც მიიღოთ და ყველაფერი, ხო? მაგრამ აი ამ ახალი ცვლილებებით მე მოვითმენ რაღაც ერთ თვეს გაცნობებთ და ერთ თვეში გაგიშვებთ. ასეა? თლად ასე არის. ჯერ აი ეს მენეჯერებთან დაკავშირებული პრობლემაა, ვთქვათ, ამ საბოლოო ჯამში აი თქვენ სწორად მიდიოდით, ეს ნიშნავს იმას, რომ აი მერი რო შეიცვალოს, მაგალითად გამოდის, რომ ყველა მენეჯერი, ვინც მუშაობს ახლა მერიაში, ისევე რომ იგივე არის სამინისტროში, იგივე არის სხვა სიპებში და ასე შემდეგ, მერის არჩევნების შემდეგ წელს არის. თუ შეიცვალა დაწესებულების ხელმძღვანელი, აირჩევენ ახალ მერს, ეს მენეჯერები ფაქტობრივად ტოვებენ თანამდებობას. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ამ ადამიანებს თავიდან უნდა დაინიშნოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანების job security, ესე რომ ვთქვა, დასაქმება დამოკიდებული არის იმაზე, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენელი დარჩეს სამსახურში. ანუ აიძულებენ პირდაპირ იმას, რომ პოლიტიკური ნიშნით იმუშავონ პარტიის წარმატებაზე. რაც შეეხება ჩვეულებრივ დასაქმებულ პირებს, რაც ხდება ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ თუ არ მოეწონები, შენს უფროს დაუშვათ, ხო, აი იმას, ვინც თავისი პარტიული ნიშნის გამო ანუ სამსახურო შეინარჩუნოს, პარტიას ეხმარება, ხო? ხო, აი მენეჯერებს შეუძლია რაც გააკეთეს არის ის რომ დაგიწეროს არადამაკმაყოფილებელი შეფასება და ამითი 6 თვის განმავლობაში დაგიკავოს ხელფასის მეხუთედი 20%. ეს არის პირველი ვერსია. მეორე ვერსია რაც ასევე შეუძლია გააკეთოს არის ის რომ გადაგიყვანოს სხვა თანამდებობაზე, უფრო დაბალ თანამდებობაზე და მორჩება ამით ყველაფერი უარის თქმაც არ შეგიძლია. მესამე რაც შეიძლება გააკეთოს არის ის რომ დაგიმატოს ახალი ფუნქცია და ახალი ფუნქცია აქამდე თუ არ იწევდა კონკურსის გამოცხადებას, ანუ შენ აგრძელებ ჩვეულებრივად მუშაობას, ეხლა კონკურსი შეუძლია გამოაცხადოს და გაგიშვა სამსახურიდან. ან შეუძლია უფრო მარტივად გაგიშვა სამსახურიდან რეორგანიზაციის საფუძველით და შენ მაქსიმუმ ისი აღება შეგეძლება იქნება რაც სამთვიანი განაცდური მიუხედავად იმისა რომ შეიძლება 2 წელი დაგჭირდეს ამისთვის კანონმდებლობა. რა კანონმდებლობას მიყვებიან რუსულია? ეს კანონმდებლობა შეიძლება აი მინიმუმ ავტოკრატული არის ეს ძალიან სასახად შეიძლება ითქვას და ეს ის რომ ჩვენ ვამბობთ რომ საქართველოს ევროპისგან იწყებს ასე ვთქვათ განზიდვას ეს ცხოვრების ყველა ასპექტში აისახება. ეხლა საბარასაც ხვება რას ნიშნავს ეს რომ ხვება აი ამ ხელშეკრულებებიდან გამოსვლა რაც ჩვენ ევროკავშირთან გვაქვს ანუ თუ ჰარმონიზაციას ვახდენდით ახლა პირიქით არის პროცესი აისახა ადამიანებს გიორგი რაღაც კითხვა გინდა მე რისი კითხვა ხო ამ საპირისპიროზე დეჰარმონიზაცია დელეგიტიმაცია დეჰარმონიზაცია უბრალოდ რისი ჩვენება კაცო ნარიშკინა აპატიეს უფრო სწორად თქვა ნარიშკინი ვინც არის ეს რუსეთის საგარეო დაზვერვის უფროსია ჟურნალ რაზვედჩიკისთვის მიცემო ინტერვიუში სულ აგერ ერთი კვირის წინ რომ
მალაცი გრუზინი, ყოჩა ქართველებო და საქართველოს მთავრობა ოცნების სახით ისინი სწორად ახდენენ დასავლეთისგან დისტანცირებას. კი, ზუსტად ესე. ხრებს ვეუბნები ამას კაცს ციტატა არის იმ კაცის. კი ბატონო. ხო და ეს არის კონკრეტულად რაც ხდება მარტო ის კი არა როგორ იქცევიან ქუჩაში ქართველი რო არასოდეს არ უნდა არც მოქცეულა და არც მოიქცევა იმედი მოგს მომავალში. არამედ აი ამ კანონების მეშვეობით ფაქტორბრივად აი რუსული კანონია რო ვიძახდით ხო ის რუსულ კანონს თუ არ შემოუწყვე ამ ტიპის ცვლილებები და ასე შემდეგ ის მარტო არ არიზავდა. ის რუსული კანონი შეუძლია საერთოდ დააძინოს, საერთოდ არც ამოქმედონ, იმიტომ რომ რუსულია ყველაფერი, რასაც თუნდაც გუშინ უყარეს კენჭი პარლამენტად წოდებულ იმ შენობაში რა. რუსულ კანონს დაჭირდა 5 წელი რომ აიმუშავებინათ სრულად რუსეთში, ანუ 2012 წელს მიიღებს და 17-ში ამოქმედეს რეალურად. ჩვენთან ისეთ ტემპებით მივდივართ, რომ 2025 წელს. აი ნახეთ მე ისი ჩვენება მინდა, რომ თვით გამოცხადებული ხელისუფლება ეხლა ცდილობს, რომ ეს პროტესტი შეიყვანოს სახლში, იქ რაღაც საცივის ახალწლო საცივის იმედი აქვს და ასე შემდგომ. მათ უბრალოდ ჩემი აზრით არესმით რეალობა ვერ აღიქვამენ ამ სიბრაზეს, რასაც ხალხში ჩვენ ვხედავ ყოველდღიურად და რუსთაველზეც კაი გემო ექნება საცივის ეს გეგმაც არის, კი ვიცი, მაგრამ ნახეთ რა მინდა მაყურებელმა დაინახოს აბა რომ ისინი ემზადებიან რისთვის რომ ეს პროტესტი ჯერ სახლში შეიყვანონ და შემდგომ ეს საზოგადოება ზუსტად ისეთ საზოგადოებას დაამსგავსონ როგორც არის ბელარუსსა და რუსეთში. ჩვენ ხშირად ვსვამდით კითხვას რომ ის ხალხი კაცო რატო არა პროტესტებს? რატომ და ამიტომ. ანუ ისინი მიიღებენ კანონს, სადაც დაუცველია საჯარო მოხელე, ხმას ვერ იღებს. პოლიციაში, ანუ კონკურსის გარეშე იღებენ მოძალადეებს, რომელიც ყველაფერს თავშიც ჩაგარდგამს, თუ დაჭირდება პროტესტს თუ გამოთქვამ. პარალელურად რუსული კანონი, რომელიც კი თაროზე აქვს შემოდებული, მაგრამ ამოქმედებენ და აგენტებად მონათლავენ ყველას, ანუ გაიძულებს ან დატოვო ქვეყანა, ან გახდე მორჩილი, რაც რუსეთში უკვე მოხდა. ანუ რა ტიპის საზოგადოების მიღებას ცდილობს ის ამ კანონებიც, ხომ არ არის მარტო ფურცელზე რაღაც შესწორებას მიიღეს. რისი მიღწევა უნდა მას, სადღაც 2-3 თვეში თქვენ თქვით, რომ ეს ძალიან დაჩქარებული პროცესია საქართველოში. კი, ფაქტობრივად ეს ცვლილებები უკვე სამივე მოსმენით მიღებული არის და შეიძლება ვეტოს დავილოდოთ ახლა და ნუ იანვრიდან ამოქმედებენ ძალიან ჩვეულებრივად, ანუ რისი შექმნაც მათ სურთ, ეს არის ახალი ტიპის საზოგადოება, ეს არის მორჩილი არა, უკვე მონა საზოგადოება. ერთი მხარე ის არის ეს საჯარო მოხელეების საკითხი, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ, ადამიანების თუნდაც პოლიციაში ისე სხვა საჯარო სამსახურში მიღება შეიძლება და ჩანაცვლება კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების სრულიად გაუნათლებელი კვალიფიკაციის არ მქონე კონკურსის გარეშე, მაგრამ ცალკე არის რას უკეთებენ, რას პირდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეებს. იმათ ვინც შეიძლება დღეს რაღაცა პოლიტიკური ნიშნით არ აპროტესტებს რაღაცას, მაგრამ სოციალური ნიშნით დაჭირდა, რაღაცა სიგარიბემ შეაწუხა, რაღაცა ჭიათურაში რაღაცა ტრაგედია მოხდა და ასე შემდეგ. ხო ჩვენ ყოველწლიურად ვხედავთ რაღაცა უამრავ პროტესტს. რასაც ისინი პირდებიან არის ისეთი ცვლილებები, როდესაც შენ ფიზიკურად ვეღარ გამოხვალ გარეთ, ვერაფერს ვეღარ გააპროტესტებ. მაგალითად ისინი ამბობენ, რომ აი ზამთარში ახლა შენ თუ გახვალ აქციაზე და შენ თუ გექნება სახე დაფარული, სულ ერთი არის ნიღბით იქნება ყაბალახით თუ რაღაცა ჰიჯაბით სულ ერთი აბსოლუტურად 2000 ლარი არის ამაზე ჯარიმა. თუ შენ გახვალ გარეთ და გადაკეტილია გზა, მაგრამ პოლიციამ რაღაცა მერე 10 დღის მერე ჩათვალა, რომ საკმარისი რაოდენობა არ იყო და გზა არ უნდა გადაკეტილიყო, შენ დაგაჯარიმებენ 5000 ლარით. შენ თუ ჯიბეში უბრალოდ გამვლელი ხარ დაუშვათ და ჯიბეში გიდევს, რა ვიცი, ლაზერი. ამაზე დაგაჯარიმებენ 2000 ლარით. ეს არის უბრალოდ არანორმალური რაოდენობის ჯარიმები, რაც მათ გააოცმაგეს. არა გაახუთმაგეს, არა გაათმაგეს, გააოცმაგეს იმისთვის, რომ ადამიანს ყველა გზით უთხრან, შენ თუ გამოხვალ ქუჩაში, შენ ხარ ჩვენთვის არასასურველი ადამიანი, შენ ჩვენ დაგაკისრებთ უდიდეს ჯარიმებს და ეს ჯარიმები იმხელა არის, რომ მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა სცილდება სისხლის სამართალში გადადის. ფაქტობრივად სისხლის სამართალდარღვევა სჯიან ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ ყოველდღიურად. თუ არასრულწლოვანი ხარ, შენს მშობლს დააჭრი, ხო? ეს არის მომული ცვლილებები, როცა შენ საეჭვო პირად მიიჩნევი, თუ ერთხელ უკვე წინასწარ რო შეუძლია დაგაკავოს, იმიტომ რომ არ მოეწონე შენ წინა საბა ჩვენ გარკვეულწილ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ამაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ იდეაში, იმიტომ რომ ესეთი რამე არსად არ არის. მოდი ახლა ვისაუბროთ, რატომ გადავდოთ, ვისაუბროთ და მერე ჩვენ ზოგად კონტექსტში მოვაქციოთ ეს ყველაფერი, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. რა რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს
საჯარო სამსახურში. ოღონდ ეს ცოტა მერე დასკვნის სახით და ახლა ბარემ ვისაუბროთ აი ამ ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, ან რას ცვლიან კანონში? რასაც ცვლიან, აქამდე რასაც აკეთებდნენ პრაქტიკაში, რომ ადამიანებს იტაცებდნენ ქუჩიდან, მანქანიდან, სახლიდან და მიყავდათ იზოლატორებში, ახლა მათ უნდათ იმისი ილუზიის შექმნა, რომ არა კანონიერია ეს ყველაფერი, რამე კანონი დაირღვა, ეს არის კითხვა, რომელზეც უნდა გქონდეთ პასუხი, არა. რასაც აკეთებენ არის სრულიად არაკანონიერი და ამას წერენ კანონში, რაც ხდება არის ის, რომ ადამიანების წინასწარ დაკავება ხდება ლეგალური, თუნდაც არაფერი არ ქონდეს დაშავებული. არ ჭირდება არავითარი რაღაცა მტკიცების სტანდარტი, ტვირთი, ასე შემდეგ, არ მტკიცებულება არაფერი მსგავსი, ადამიანს შეიძლება პოლიციამ მოკიდოს ხელი და წაიყვანოს იზოლატორში. მარტო 48 საათით, ეს არის რამდენიმე საათი და ასე გარიდებას რო უძახდნენ ადრე, მარტო იმიტომ რომ პოლიციელმა ჩათვალა რომ შეიძლება ოდესმე რაღაცა კანონი მომავალში ფორმალიზებას ახდენს უკანონობის. ზუსტად და იქ წერია კანონში წერია რომ ეს შეიძლება მოხდეს განმეორებით სამართალდარღვევის ასარიდებლად და შეიძლება ადამიანებმა იფიქრონ რომ აი მე არ ჩამდენია არსოდეს სამართალდარღვევა და მე რატო უნდა წავიყო მე ეს არ შემეხება არ არის ასე იმიტომ რომ პოლიციელმა შეიძლება ისე დააკავოს ადამიანი ამ მუხლით რომ საერთოდ არ ქონდეს ჩადენილი სამართალდარღვევა მაგრამ რაიმე მოუვა ამას და უშუალოდ დაარღვია პოლიციელმა ეს კანონი ჩვენი საერთო სასამართლოები ძალიან ცნობილი ფაქტია, რაც არ უნდა აბსურდულად ჟღერდეს, არ ამოწმებენ პირის დაკავების კანონიერებას. რამდენად სწორად დააკავა პოლიციელმა ადამიანი, ამას არ ამოწმებენ. შესაბამისად, მე ქრესტომატიური მაგალითი არის ადამიანი ავტოსადგომზე რომ ავტობუსის გაჩერებაზე რომ იდგა და გააყოლეს ხილს და დააჯარიმეს და მოსამართლემაც ყველაფერი. კი, ანუ არ ამოწმებენ პოლიციელმა რამდენად სწორად დააკავა ადამიანი, ანუ პოლიციელი რო ადგეს და ადამიანი ვისაც თუნდაც საერთოდ არაფერი არ არსოდეს, არ დაუშავებია, ყვითელზე არ გადასულა და ასე შემდეგ, დააკავა ის ადამიანი 48 საათით ჩასვა იზოლატორში და შემდეგ წარუდგინა სასამართლოს. და ეს ადამიანი ეუბნება რომ ჩემ მიმართ ეს 254 მუხლი დაირღვა, მე არ ყოფილვარ. არაფერი არ აი გიორგი მახსენა რომ რუსული კანონი, მხოლოდ რუსული კანონი კი არ არის ამის გარშემო უნდა ეხ ჩვენ ევროკავშირიდან განვიზიდეთ და რუსული კანონის გარშემო ჰარმონიზაციას ვაკეთებთ დანარჩენი კანონმდებლობის. ანუ უნდა შემოულაგო ამას რაღაცეები, ხო? ეს რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დიქტატურის ჩამოყალიბების გზაზე, კონსოლიდაციის გზაზე სრულიად გარდაუვალია, მაგრამ მაინტერესებს ეს ასეც მოხდებოდა როგორც ივანიშვილს დაგეგმილი აქვს, მაგრამ მაინტერესებს ეს დააჩქარა თუ არა აი ამ პროტესტმა ახლა, ამის გამოძახილია თუ არა, აჩვენა თუ არა აი ამ პროტესტმა, რომ აი ახლა თუ არ მიიღო ეს ზომები. შეიძლება ისეთი რღვევა წავიდეს საჯარო სტრუქტურებში, რომ ვეღარ გააკონტროლოს შემდეგ. ეს ცვლილებები, რომელიც საერთოდ არ ჯდება არავითარ საერთაშორისო კანონმდებლობაში პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ასე შემდეგ, პირდაპირ აუქმებს თავისუფლების უფლებას, ეს შეიძლება ვთქვათ. ჩემთვის არის რაღაცა კონვულსიები იმ რეჟიმისა, რომელმაც არ იცის რა ქნას, როგორ შეაკავოს სახლში დააკავოს, დაიჭიროს ადამიანები, რომლებიც არ ეპუებიან ამ რეჟიმს, გადიან გარეთ და აპროტესტებენ ყოველ დღე. და ეს კონვულსიები არის ზუსტად, რომ აქეთ რაღაცა ისეთ პოლიციელებს მიიღებს, რომლებსაც განათლება არ აქვს საერთოდ მიღებული, საჯარო მოხელეებს ემუქრება, რომ მონა თუ არ იქნები გაყრი, მოქალაქეებს ჯარიმები და ციხით და ცემით ემუქრება და ასე შემდეგ. მაგრამ ამან რაც უნდა გამოიწვიოს არის კიდევ უფრო მეტი. ისევე როგორც ადამიანებს თუ ცემენ, მათი ოჯახის წევრებიც გამოდიან ქუჩაში, ასევე როცა საჯარო მოხელეებს ასე პირდაპირ ეუბნებიან, შენ ენა შეიძლება აღარ დაგჭირდეს, ხო? ქართული ენის ცოდნა ელემენტარულად რომ დაინიშნო და ასე შემდეგ. ამაზე ცალკე განმარტება კიდე შეიძლება, ხო? ამან უნდა გამოიწვიოს. ბატონ ლევან ალაფიშვილსაც აქვს ამაზე სტატუსი, იმასაც გავაცნობ მაყურებელს და თქვენსაც მოისმენთ. ანუ საჯარო მოხელეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. თავისუფლებას ბოლომდე ჩაუგდებენ ხელში, თუ ისინი მიიღებენ მონაწილეობას ამ ყველაფრის შეცვლაში. იმიტომ რომ ეს თუ გაუვიდა, ანუ დამთავრდა ყველანაირი თეორიული შანსიც კი ადამიანს რაიმე დამოუკიდებლობა კონდეს თუ კი საჯარო სამსახურში მუშაობს და ვინც საჯარო სამსახურში არ მუშაობს, მის წინააღმდეგაც რა რეპრესიებიც ტარდება, იმასაც ვხედავთ და ყველა ეს საკანონმდებლო ცვლილება ემსახურება იმას, რომ მოკლას ადამიანის თავისუფლება უბრალოდ. ეს თუ გაუვიდათ, პირველ რიგში რაც მოხდება საჯარო სამსახურებში იქნება, რომ ზუსტად იმ ადამიანებს გამოყრიან, ვინც ახლა ჩუმად არიან. ისინი თავისი სიჩუმით მხარს ხომ აქტიურად არ უჭერენ ხელისუფლებასაც. ხელისუფლება პირველ რიგში მათ მიადგება ამ ნორმებს, მათ წინააღმდეგ გამოიყენებს. როგორც არასანდო ელემენტებს. საკმარისად არასანდო, კი საკმარისად არა დასაყრდნობ პირებს და მათ შეანაცვლეს პარტაქტივით. ამიტომ ამ ადამიანებს ძალიან აშკარაა. კანონია სახელმწიფოებში აღწერილი
კანონი არის, რომ ავტორიტარიზმი რამდენიმე ფაზას გადის. ანუ ეს პირველი ეტაპი არის, როდესაც შენი მხრიდან კრიტიკულ გამონათქვამს ვერ იტანს. თუმცა ლოიალურად ეპყრობა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩუმად არიან. მაგრამ ამის შემდეგი ფაზაა, როცა შენ ჩუმად ყოფნის უფლებაც არ გაქვს და შენ გავალდებულებს რეჟიმის აქტიურ მხარდამჭერად იქცე. ამიტომ რაზეც ახლა საბა თქვენ საუბრობთ, ჩვენთან საქართველოში არაფერი ამ მხრივ ახალი და განსაკუთრებული არ ხდება, რუსეთში რაც მოხდა, ის ხდება, ოღონდ თქვენს მიერ შემოტანილი ან მნიშვნელოვანი კორექტირებით. იქ ეს ყველაფერი რამდენიმე წლის განმავლობაში კეთებოდა, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე და პრაქტიკულ დონეზე ასახვაპოვა, ჩვენთან ეს ყველაფერი უკვე აი კვირები იმიტომ რომ აპრობირებულია, გავლილია იქა ყველაფერი და ეხა შეგიძლია სწრაფად გაკეთო, მაგრამ მე ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ ყოველთვის, იმიტომ რომ ის რაც რუსეთზე არის მორგებული, ის წესით ვერ უნდა მოერგოს საქართველოს, იმიტომ რომ მაინც მოდიენაზე საზოგადოება ვარ. ენაზე უბრალოდ რისი თქვა მინდოდა, იცი, ახლა რაც უფრო სწრაფად მიიღებ ამას, უკავშირიც იქნება სწრაფი და ეს პროტესტი და ბრაზი იმდენად დიდი ამ საზოგადოებაში, რომ კიდევ უფრო მეტი წნეხი შეიძლება პირიქით ზამბარასავით იყოს ასე. საბამ რაც თქვა, ეს უნდა იცოდეს ყველა საჯარო მოხელემოს, სწორედ მათ მიადგება პირველ რიგში, ვისაც ახლა არ მიიჩნევს სანდოდ. ხო, ენის საკითხი რაც გვაინტერესებდა თქვენ ეხეთ ამას გარკვეულწილად ლევან ალაფიშვილის სტატუსსაც წავიკითხავ და მე მინდა რომ თქვენ შეგვიჯამოთ საბოლოო ჯამში ეს ქართული ენის ცოდნისგან საშუალო დონის ხელმძღვანელთა გათავისუფლება არ არის საჯარო სამსახურის კანონის ერთადერთი პრობლემა. საშუალო დონის ხელმძღვანელთა პოსტებზე შესაძლებელი ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დანიშვნა, რომელთაც ხელი მიუწვდებათ სახელმწიფო საიდუმლოებაზე და ჩართული არიან გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. საშუალო დონის ხელმძღვანელთა ხო შესაძლებელია უსაფრთხოების დაწესებულებებშიც თანამდებობაზე დაინიშნონ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს მტრები არიან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატლანტიკური თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსად, რუსეთის მოქალაქე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კავკასიის საქმეთა სამმართველოს ინსპექტორიო, ვთქვათ, მასე ჰიპოთეტურად თუ ვიტყვითო, ამბობს ბატონი ლევანი. ხო, ახლა გვინდა რომ ის რაც ჩვენ ვახსენეთ, რაც ახლა წავიკითხე და კიდევ ბევრი საჯარო პოსტი იყო, ამაზე მინდა რომ თავი მოუყაროთ რაღაცნაირად და დაზუსტებულად ყველაფერი. კი ბატონო. წეგანაზე საუბრობთ საშუალო და ქვედა მენეჯერებთან დაკავშირებით, რომ მათი პარტაქტივით ჩანაცვლება მოამზადეს და ეს პროცესი გაამარტივეს. ამისი გვერდითი მოვლენა არის ის, რომ აი პარტაქტივ შეიძლება არ ქონდეს სათანადო კვალიფიკაციები და ასე შემდეგ და ამიტომ რაც გააკეთეს არის, რომ კვალიფიკაცია რა კი შეიცვალა მენეჯერების შრომითი ხელშეკრულება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით, ამით შეიცვალა მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც. კერძოდ ამ კანონის 27-ე მუხლის პირველ პუნქტში რაც წერია, ეს შეიცვალა 27-ე მუხლის მეორე პუნქტით. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ პირველ პუნქტში წერია, რომ მოთხოვნილი არის ეს მოქალაქეობა, ენა, ასე შემდეგ, ეს ყველაფერი არ მოეთხოვება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანს. ამიტომ შეიძლება იმისი თქვა, რომ ეხლა ზუსტად რაც ბატონ ლევანი ამბობს, ნონა ქურდოვანიძემაც რაც თქვა, ყველა იურისტმა პრინციპში ეს სწორია. ანუ ეხლა ფორმალურად ამ კანონის მიღების შემდეგ შესაძლებელი იქნება, რომ დაინიშნოს საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯერად ადამიანი საქართველოს საჯარო სამსახურში, რომელსაც არ იცის ქართული ენა და არ არის მოქალაქე. აი ეს რა სტანდარტია საერთოდ, რატომ არ უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა საჯარო მოხელემ რა? ერთი წამი, ჩემს ახლა მე მთლიანად წაკითხო ვერ მოვასწარე, მაგრამ ჩემს ვერსიას ვარაუდს გამოვთქვა. ადვოკატად ვერ გამოვდგები დაუშვათ მე ოცნების, მაგრამ მე მაინც არის ესეთი ვერსია ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ ალბათ აქ იგულისხმება, რომ კონკურსი უკვე გავლილი უნდა კონდეს და ამ საჯარო მოხელე დაყვანის პირობები დაკმაყოფილებული უნდა კონდეს და საჯარო მოხელის ვალდებულებებში რჩება სახელმწიფო ენის ცოდნა. აქ უბრალოდ საუბარი არის მენეჯერულ თანამდებობებზე ამ ადამიანების გადანიშნვაზე, რომ იქ ეს მოთხოვნები აღარ არის გათვალისწინებული. ხო არ ვწდები ჩვენ ამაში, ანუ რამე ისეთი არ ვთქვათ, რაც სიამოვნებაში არ წერია. იმიტომ რომ ისედაც უამრავი მიზეზი არის, გამოც არა თუ აკრიტიკოთ, არამედ უნდა ძლიერი შეფასებები გამოვიყენოთ, მაგრამ თქვენ თუ გაეცანით ზუსტად რასთან გვაქვს საქმე? ამ შემთხვევაში რაც ხდება არის ის, რომ მართლაც გვაქვს კანონში მეხუთე მუხლში არის ჩამოთვლილი ძირითადი მოთხოვნები, მათ შორის ენის ცოდნაც, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს საჯარო მოხელი. იმისთვის რომ მიიღონ სამსახურში, მაგრამ მთელი ეს ხრიკი ამ ამბავში არის ის, რომ
ადმინისტრაციული ხელშეკრულების მქონე ადამიანები საჯარო მოხელებად აღარ ითვლებიან. ამიტომ ეს ვალდებულებები, რაც საჯარო მოხელებებზე არსებობს, იმ სტატუსიდან გაყვანს და სხვა სტატუსში. კი, და რა კი აღარ არიან საჯარო მოხელეები, შესაბამისად ეს მოთხოვნებიც მათზე აღარ ვრცელდება. ამიტომ ეს მეხუთე მუხლის მოთხოვნებიც აღარ ვრცელდება და შეიძლება ადამიანი ისე მიიღო პირდაპირ მენეჯერად, რომ ის არ ყოფილიყო მანამდე საჯარო მოხელე და შესაბამისად არც ქონდეს გავლილი არსოდეს ეს კონკურსი, ამ ადამიანს იგებ კონკურს გარეშე და ნიშნავ პირდაპირ მენეჯერად. ფაქტობრივად საზოგადოების გამოცვლასთან გვაქვს, აი საზოგადოების გამოცვლას აპირებს, ქართულ ბანკად გადააკეთა ქვეყანა, რასაც უნდა იმაშუება საჯარო სექტორშიც და ქართულ ბანკიც ვერ არის, იმიტომ რომ ის რაღაც რეგულაციები იყო ცენტრალური ბანკის, ეროვნული ბანკისა და ცენტრალური ბანკი გავიდა უბრალოდ რეგულაციებიდან. მაინც ჯერ კიდევ იძულებოდა. რაღაცა ახალი არის. კი, მართალს ამბობს გიორგი, არა, ეგეც არ არის, რაღაცა სხვა არის. ბოსტანი ქვია მაგას ხო, ქართულად. ტრადიციულ ხალხურ გამოთქმაში ასე ქვია სამწუხაროდ. და იცი რა, მე მართლა შენს ოპტიმიზმს გავიზიარებ, იმიტომ რომ წარმოუდგენელია რუსთაველზე მიხვიდე ყოველ საღამოს და მე მგონი ეს მამუკა მდინარაძემ თავად ნახა გუშინ და რაც უფრო ხშირად ივლიან ქაშიაშვილისგან რომ გაიგო კიდე ერთ-ერთმა დეპუტატმა ხო ირაკლი ქადაგიშვილმა ის რომ კახი აღარ ანთებდა ნაძვის ხეს ხო მე მგონი ვინც იქ იყო და რაც უფრო ხშირად ივლიან რუსთაველზე დაინახავენ რომ ეს ხალხი ასე მარტივად სახში შესაყვანი არ არის აი საზოგადოების გამოცვლა რაც ზუსტად მე მთავარი ჩემი კითხვის მიზანი ეგ არის რომ ბელარუსი და რუსეთი არ ვიქნებითო სულ ამას ვამტკიცებდით კაცო გამორიცხულია გავხდეთ და თუ ეს ყველაფერი გაუვიდა მიღწეული ექნება ეს მიზანი თუ ეს ყველაფერი ეხლა ჩვენ ვართ ეგზისტენციურ ბრძოლაში ეს არის საქართველოს დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიისთვის გარდამტეხი მომენტი თუ ჩვენ ამას აღვუდიქით წინ შევძელით გამარჯვება მაშინ ჩვენ მივახწევთ ევროკავშირის წევრობასაც ამერიკასთან უვიზოსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასაც და ზოგადად კეთილდღეობას და მშვიდობას ამ ქვეყანაში თუ ეხლა ჩვენ დაგვეზარა გარეთ გასვლა თუ ეხლა დაგვეზარა პროტესტი და წინააღმდეგობა ჩვენ მეორე შანსი აღარ გვექნება ჩვენ მივიღებთ სიტუაციას როდესაც მოულოდნელად აღმოჩნდებიან რომ ჩვენ სამსახურები აღარ გვაქვს ვინ საჯარო სამსახურებში ვართ ჩვენ გვარბევენ საქართველოს არამოქალაქე პირები რომლებიც ყოველგვარი განათლების ან წესების ცოდნის გარშე არიან მიღებული პოლიციაში ჩვენ გვიწერენ 10,000-ობით ჯარიმებს უბრალოდ ქუჩაში გასვლის გამო ყველანაირი ყვირილის თუნდაც ჩუმად გასვლის გამო ეს არის ზუსტად ის რაც ბელარუსში და რუსეთში ხდება ხო ჩვენ მივიღებთ სიტუაციას რომ მაგალითად ეხლა თბილისში ჩამოსული ყოფილა ამ აქციების დარბევის პერიოდში რუსეთის სამართალდამცავთა პროფკავშირის ხელმძღვანელი და მივიღებთ სიტუაციას რომ ეს ადამიანი შეიძლება სამუდამოდაც ჩამოვიდეს და დასაქმნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მენეჯერულ თანამდებობაზე ეს უკვე ამ კანონმდებლობით შესაძლებელი იქნება ამიტომ როცა ჩვენ საუბრობთ იმაზე რომ ეხა გვაქვს მართლა გადამწყვეტი ბრძოლა ამ ქვეყანაში რუსეთის წინააღმდეგ შეიძლება რაღაცა ავტომატები არ უჭიროთ ადამიანებს ქუჩაში ხელში მაგრამ ის რომ იქ მიდიან კაშნერო აქვთ მოხურული და ერთმანეთს რომ ჩაის უზიარებენ იმისთვის რომ არ გავიყინოთ პირდაპირ მნიშვნელობით ეს ბრძოლა თქვი თქვენ და ამასაც კრძალავენ თქვენ ნიღაბს თუ დაარქმევ, რა ვიცი, როგორ უნდა დაარეგულირო ეგ მაგალითად კაშნეს თუ ავიფარებ? აი, ვერ დაარეგულირებთ, იმიტომ რომ მიღებულ ნორმაში პირდაპირ წერია ნიღბის ან სხვა ნებისმიერი საშუალება. თამაში კაშნეს იგულისხმება, ყაბალახიც იგულისხმება, ყველაფერი იგულისხმება. ყველაფერს გაატარებს ამას. ამ ანუ შეუძლებელი არის რომ ჩვენ საერთოდ დემოკრატიის ნასახი დავიტოვოთ, საერთოდ ნასახი, აი ერთი მწიკვიც კი დავიტოვოთ, თუ ჩვენ აი ამ კანონების მიღებას მართლაც. დიდი მადლობა.